აქ ძალიან კარგია თქვენ მოხვედით ჩვენს კრებაზე. იმედია რომ ყველა წამოიღო 32 ისვროდი? კი მე როგორც მე მივხვდი ყველა ვინც აქ არის მოსველი ჩვენს კრებაზე, ყველამ წამოიღო 32 ისუნი როგორც დავთანხმდით. Так, აჰა, ეს ძალიან კარგია. გავაიცეს ფული უკვე ჩვენ ყოფნის რომ იმ მიწაზე რაღაცეები ავაშენოთ. და მე მხოლოდ ფულისთვის არ დაგპატიჟეთ, არ შევკრიბა ასე ვთქვათ ეს კრება, არ მოვაწყე. მე მინდა გკითხოთ თქვენ, რა ავაშენოთ, აბა თქვენი იდეები. პრინციპში ის მიწა არის ძალიანაც და ფართო. და შეიძლება რომ გავიცნო საერთოდ მატერიალებს რისგანაც უნდა ავაშენოთ ეს რაღაც შენობა? კი საბა, აი ჩემს საწოლთან მარჯვენა ყუთში დევს ის მატერიალები, რომლებითაც ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ ეგ შენობა. Так, ага, так, გამოის ამაჯო ყუთში так თუ შეიძლება შეძენკო გაიწიე. აჰა, так, გამოდის, так, ოკეი, გავიგე. პრინციპში მე მაქვს ერთი იდეა და თუ პრინციპში ყველა ჟიტელნიკი იქნება თანახმა, მე შემიძლია ავაშენო. Так, საბა, რა იდეა გაქვს? Так, ოკეი, პრინციპში ჟიტელნიკებო, აბა თუ თქვენ მოგეწონებათ ეს იდეა, მე პრინციპში ყველაფერს გავაფორმებ ჩემი ხელებით. როგორ აბა რას ფიქრობთ რომ ჩვენ ავაშენოთ მაგ ტერიტორიაზე მაღაზია და არა მხოლოდ პროდუქტების, არამედ მაგ მაღაზიაში შედიოდეს ასევე ტანსაცმელიც, პროდუქტებიც და სასმელებიც. საბა, ну, პრინციპში ჩემი ეს არის ძალიან კარგი იდეა, ვინაიდან ჩვენ ერთადერთი რაც დეფიციტი გვაქვს, ეს არის სასაკვირველია ტანსაცმლის და ერთადერთი რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის მხოლოდ ხილბოსნეული. პრინციპში კარგი იდეაა. თქვენ თუ ხართ თანახმში წელიკებო, მაშინ საბა, ასე ვთქვათ, გააფორმოს ეს იდეა. ხომ, ჟიცენკო, ჩემი ეს ძალიან კარგი იდეა იქნება. ну, მე პრინციპში თანახმა ვარ. მეც. Так, ოკეი, პრინციპში ჟიცენკებო, так, კაი, დიდი მადლობა. Так, ოკეი, ერთ სახალ ავიღებ ამ ყველა ბლოკებს და წავალ და მოვიფიქრებ როგორ გავაკეთო ეგ მაღაზია. ნახვამდის ყველას. მოგესალმებით, მეგობრებო, მე ვარ და არ ხდება ჩვენსამე და დღეს მეგობრებო, როგორც თქვენ მიხვდით, კი და კიდე ერთხელ კი მეგობრებო. ჩვენ ვიყიდეთ აი ის მიწა მეგობრებო, წარმოიდგინეთ, ჩვენ დავაგროვეთ ფული, ну, როგორ ვიყიდეთ ეს პრინციპში ეს მიწა ისეაც ჩვენი სოფლისაა. მოკლედ ჩვენ დავაგროვეთ ფული იმისათვის, რომ ავაშენოთ ამ მიწაზე რამე შენობა. და როგორც თქვენ უკვე მიხვდით, ყველა ჟიტენიკო მე ასე ვთქვათ, მხარი დამიჭირა იმაზე, ჩემს იდეაზე. და ჩემი იდეა როგორი იყო, გამეშენებინა მაღაზია. მაღაზია არა მხოლოდ პროდუქტების, არამედ ტანსაცმლის, პროდუქტების და სასმელის. ჩემი ეს იქნება ძალიან კარგი იდეა. მაღაზია მეგობრებო არ იქნება ძალიან დიდი, მაგრამ აგრეთვე არ იქნება პატარაც კი. так, стоп, ერთოც სანამ დავიწყებთ მე რაღაცა უნდა ვქნა. Опана, მეგობრებო, всё, კრეატივით უფრო ადვილი იქნება. Так, ჯერჯერობით მე ვხედავ ასეთ მიწას, რომელიც მე როგორც ვფიქრობ, უნდა გავაგრძელო. მოიц მაგითო მეგობრებო, ახლა ცოტა გავაფართოვოთ ეს მიწა. Так, ასე. სულ ცოტა ოდენად რომ უფრო დიდი და ფართო ტერიტორია იყოს. Так, ასე და ну, აი ამ ხელა მეგობრებო ტერიტორია იქნება ზუსტად იმისათვის რომ ავაშენო ასეთი მაღაზია. Так, მეგობრებო, აქ ცოტა так, ასე და всё მეგობრებო. Так, მიწა უკვე მზად არის. Так, მეგობრებო, ახლა დავიწყოთ. აჰა, так, ასე მეგობრებო. პრინციპში რა ბლოკებიც მომცეს, იმ ბლოკებით გავაკეთებ ყველაფერს. აი, ზუსტად იგივე ბლოკებით რაც კი მომცეს. Так, პრინციპში მე შემიძლია გავაკეთო იცით როგორ ქვედა ბლოკები რო იყოს აი ასეთი. Так, მოიц მეგობრებო, უფრო და უფრო გავაგრძელო. Так, ასე და ასე. მოიц მეგობრებო, კიდე ცოტა და აი ამ ხოლმე მეგობრებო პრინციპში მაღაზი. ну, კაი მეგობრებო, პრინციპში რესურსები ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს, მაგიტომ მოიц კიდე მეგობრებო ცოტა გავაგრძელოთ. აი ამ ხელა მეგობრებო პრინციპში მაღაზია ჩვენ ზუსტად გვეყოფა. Так, მოიц так. ცხოვროთ შეიძლება, ну, მიშლი, წადი აქედან, წადი. მე შეიძლება დაგპატიშო. Так. კი, მოიц მეგობრებო, ასე გავაგრძელოთ და ასე так.
როგორ უნდა მეგობრებო, უკვე უნდა რაღაცეების ყიდვა, მაგრამ ჯერჯერობით სტოპ. ჯერჯერობით არ არის მზად. აი მეგობრებო, ამ ხელა სიგრძესა და ამ ხელა სიგანესი იქნება ჩვენი მაღაზია. ჩემი ეს არის ფართო, არც დიდი, არც პატარა ნორმალური. კარები რა ზუსტად დადგა. Так, მეგობრებო, მე ახლა კადრის იქით გავაკეთებ იატაკს და დაგიბრუნდებით. მეგობრებო, მაგაც უკვე დაგიბრუნდით, მე უკვე პრინციპში იატაკის გავაკეთე და პირველი მეოთხედი კედელის უკვე მზად არის. და აქ ისე როგორ პრინციპში როგორ შეიძლება? პრინციპში შეიძლება გავაკეთოთ აი ასე. ფანჯარა, ნუ ხო პრინციპში ჩვენ არ გვექნება იცით აი ზოგიერთ სუპერმარკეტებში მგონი თქვენ გეცოდიებათ რომ ზოგიერთ სუპერმარკეტში არის აი ესე ჭერიდან იატაკამდე ასეთი ფანჯრები, მე ისო ჭერიდან იატაკამდე, ჭერიდან იატაკამდე, ჭერიდან იატაკამდე. ჩემთან ასეთი რამოდენიმე სუპერმარკეტი არის, მაგრამ მეგობრებო, მე ვაკეთებ უფრო იცით როგორ აი, ნუ სოფლურ სტილში ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას ასე. სადაც არ იქნება ასეთი რაღაც ასე ვთქვათ, ქალაქური მაღაზიის ტიპისნაირი არ იქნება. იქნება ნორმალური, ასე ვთქვათ, პატარა, მინი, ლამაზი განსაცვლებისა და პროდუქტების მაღაზია და ასე უნდა ვიფიქროთ და ჭერი რის? ჭერი მეგობრებო ამისგან თუ ამისგან? მოით მეგობრებო, პრინციპში ჭერი ამის так, стоп მეგობრებო, ასეთი დაბალი არ უნდა იყოს ჩვენი მაღაზია. так, მეგობრებო, ახლა დაგიბრუნდებით, ცოტა ავამაღლებთ ჩემს კონსტრუქციას. მეგობრებო, ჩემი აით ასე უფრო კარგია შეხედეთ, ასე ჭერიც კარგად არის, ანუ პრინციპში 4 ბლოკი სიმაღლით და ამასთან პარალელურად თან უფრო მეტი თაროებისა და უფრო მაღალი თაროების განლაგება შეიძლება ამ მაღაზიაში და მეგობრებო, ახლა დროს მომფეროთ ეს ჭერი, იმიტომ შესაძლებელია იატაკმა ვერ გაუზოს ასეთ კეშეთმასაც კი წამოვიდა ახლა так, ასე და ასე, всё მეგობრებო. так, რაც შეეხება ახლა პრინციპში სინათლეს, მე პრინციპში ვიცი როგორც გავაკეთებ ამ კუთხეში. так, ასე, так, შემდეგ აქ და აქ. კიდე პრინციპში შეიძლება ცენტრში, იცით როგორ აი რაღაცნაირად აი ასე. ასე, так, მე ორი ბლოკი გავაცდიოთ ასე, მე ის ორი ბლოკი გავაცდიოთ ასე და მე კიდე ორი ბლოკი გავაცდიოთ და ასე. აი ასე მეგობრებო, პრინციპში ძალიანაც და კარგია, так, მოით მეგობრებო, ახლა სად არის ეს ბლოკი? ეს ბლოკი, redstone ბლოკი, так, მოით მეგობრებო, ასე და ასე. всё მეგობრებო. ასეთი სინათლე, რა კარგია. პრინციპში მეგობრებო, აქაც რო დავაყენოთ არ იქნება ასე ვთქვათ ბევრი, მაგიტომ მოითხო, ჩვენი მაღაზია უნდა იყოს მაქსიმალურად განათებული. ეს ვამბობ მე, საბა. так, მოით ასე და ასე, всё. რასაკვირველია მეგობრებო, მე ამ მაღაზიაში არ ვიმუშავებ, ნუ გეკონოთ. შესაძლებელია მე მოლარეები, კონსულტანტები და ასეთი პიროვნები. და პატიჟოს, так, მოით მეგობრებო, ახლა კასა გავაკეთოთ აი ასე. არა, უფრო აი ეს მეგობრებო, კლასიკურ სტილში. так, შეხედეთ მეგობრებო, მე გავაკეთოთ ასე. ასე და ასე. მეგობრებო, რა კარგია. აქ მეგობრებო, თითქოს და კომპიუტერი. აი მეგობრებო, როგორ შეგიძლიათ გააკეთეთ კომპიუტერი, ან შეგიძლიათ აი ესე დააყენოთ, ან სურათი, როგორც გინდათ. так, და კიდე მაუსი, აუცილებლად მაუსი. всё მეგობრებო, კასამზადა. так, პრინციპში კიდე შეიძლება 5 გავაკეთოთ, თითქოს რომ ვიღაცა მან ჩადოს ეს ისუნოდები. ხო მეგობრებო, პარემ აი ასე. ასე უფრო კარგია. ახლა მეგობრებო, ყველაზე მთავარი თაროები, სადაც იქნება ჩვენი პროდუქტები და ტანსაცმელები. так, შეხედეთ მეგობრებო, ეს მხარე იქნება ტანსაცმლების, ეს მხარე იქნება პროდუქტების და ეს მხარე იქნება სასმელების, მაგიტომ მოით მეგობრებო გავაკეთოთ. და მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ პრინციპში დაიმახსოვროთ თუ როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ თაროები მინიკრაფტში, რომელიმე მოგეთ მაინკრაფტის სახეობაში, ხომ არა ვიციოთ პრინციპში. სინათლის არ უშლის მეგობრებო, თუ უშლის?
არა, მეგობრებო, საერთოდ არ უშლის სინათლის, მაგიტომ მოით ბარემ ავწიოთ ბოლომდე. შემდეგ ჩვენ მივიღებთ ნახევართ ბლოკებს, აი ეს ნახევარ ბლოკებს და უბრალოდ მეგობრებო ასე ვაწყობთ. ასე. ცოტა მეგობრებო უბრალოდ ჩახლიჩული ხმავაც მაქვს, იმიტომ რომ გუშინ რაღაც ის გამო რაღაცნაირად გავცივდი, შესაძლებელია მაინც ზამთარია. როგორ ზამთარი უკვე მეგობრებო გაზაფხულია, მეგობრებო გაგიჟება. როგორ მალე უბრალოდ გაფრინდა ზამთარი და წარმოიდგინეთ. მალე უკვე მეგობრებო ზაფხულის დასვენებები. Так, окей. აქ იქნება მეგობრებო მოგეთ ალმასის ბრონი. ასე და პრინციპში მოგეთ კიდე ასე. Так, კიდე აუცილებლად ქურთუკები, იმიტომ მაინც მარტია, მაინც ცივა და მაინც ყველას გვერდება ქურთუკები. ძალიან იაფი-ფასიანები იქნება მეგობრებო ეს ყველაფერი. ძალიან იაფასად. შემდეგ მეგობრებო ოქროსიც იყოს პრინციპში. არის თუ ვინმე იყიდის. Так. და ბოლოს მეგობრებო რკინის. მოით მეგობრებო რკინის ბარემ რკინისიც იყოს ასე, так, ასე და ასე. всё მეგობრებო ეს ტანსაცმლების თარო მზად არის. ახლა მოგეთ მეგობრებო მე ახლა ავაშენებ ბოსტნეულების საჭმელისთვის და სასმეებისთვის თაროებს და დაგიბრუნდებით. მოგეთ მეგობრებო მე გავაკეთე ახლა ეს თაროები და მოკეთ მე გადავიფიქრე. ამ თაროებზე იქნება სასმელები და ამ თაროზე იქნება საჭმეები, ვინაიდან ამ თაროზე უფრო თუ სხვანაირად. так, მოიცეს მეგობრებო უნდა ვიფიქროთ. так, აქ 4 ბლოკი და так. ხო მეგობრებო, აქ იქნება საჭმელები და აქ სასმეები, მაინც საჭმელები ჩვენ უფრო მეტი გვექნება. так, მოიც მეგობრებო ახლა სასმელებისათვის რა ვიღოთ? წყარი რასაკვირველია აუცილებელია და всё. так, окей. მოიც მეგობრებო ეს ვიღოთ, მეგობრებო ყველაფერი დადებითი. так, კიდე რა შეიძლება? так, ეს რა? ეს ძალიან ცუდია. ეს პრინციპში ეს არ გჭირდება. და ეს პრინციპში და ეს. მეგობრებო ეს სამი სასმელი რასაკვირველია წყალი იქნება ძალიან ბევრი. და შემდეგ აი ესეთი ლიმონათები მეგობრებო 2 სუმრუდი და წყალი სულ რამოდენიმე ალმასი. так, окей. შემდეგ აქ მეგობრებო უკვე საჭმელები. так, მოით მეგობრებო ასე. так, აქაც დავაყენოთ, აქაც და აქაც და აქ კიდე ერთი დაედება. так, მოით მეგობრებო ახლა ვიფიქროთ რა საჭმელები გვჭირდება. ასაკვირველია ბოსტნეულების გარდა. ვაშლი, პური, ხორცი, თევზიც იყოს, ოკეი და რამე მეგობრებო ტკბილეულებიდან. აქ იყო პეჩენია, ხო, პეჩენიები. всё მეგობრებო აქ ხორცი, აქ პური აუცილებლად. შემდეგ აქ ასე ხორცი უკვე იყო. მაპატეთ. ანუ პრინციპში მეგობრებო მე მგონი სწორს. არა, პური ყველაფერისთვის არის თავი, მაგიტომ პური უფრო მეტი. ვაშლი, თევზი, მოით მეგობრებო თევზი და აქ უკვე პეჩენია. და ამ პურის მაგალითად შეიძლება პრინციპში ეს ვაშლი. так, ასე მოგით მეგობრებო მაინც მოხსნათ შესაძლებელია და ვაშლები. всё მეგობრებო, ჩვენი მაღაზია სრულად არის დამთავრებული. კარი მეგობრებო, მოით ასეთი მეგობრებო. არა, ამ სტილში იქნება აი ეს კარი. და მოით მეგობრებო ახლა დავაწეროთ აქ ნიშნა კი მაღაზია. так, მეგობრებო ნეტავი ახლა მოვუძებნო. так, მაღაზია. всё მეგობრებო, ჩვენი მაღაზია სრულად არის მზად. თქვენ პრინციპში შეგიძლიათ შეაფასოთ ჩემი მიერ გაკეთებული მაღაზია კომენტარებში 1 ქულიდან 10 ქულამდე და შეგიძლიათ ასევე დაწეოთ რას შეიძლება განსხვავებულად თუ რამეს გააკეთებდით. თქვენ კი მეგობრებო მადლობა დიდი ვის უყურა ამ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგეზრდოთ და ლაიქეთ, მე კი ახლა წავედი. ნახვამდის.